Toplida davata ჩვენს რისხმას ვერავინ გადაჭერს. გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კაი ხალხო და ნადირობის მოყვარულ ადამიანებო. და კიდე ესეთი ადამიანებო, ვისაც დიდი ბიუჯეტი არ აქვს, რომ რაღაცა სუპერ კუპერ თოფები იყიდოთ. აი ესეთი თოფია. ქვია ჯავსი SA-07. აი ესეთი რაღაცა არის. შესახედავად, გარედან. ტოვებს მდიდრული თოფის შთაბეჭდილებას, იმიტომ რომ ეს ოქროსფერია, ამაზე რაღაც კომპოზიცია ამოჭილი, ქორიჭეს კურდღელს და რაღაცა ძაღლი დაძდებს კურდღელს. ალბათ ვიც გააკეთა კურდღლები იმას არ უყვარდა. არ მარტო საჭმელად უყვარდა. მოკლედ ეგ ძალიან საჭუჭმანო რაღაცა. მოდი ახლა თოფზე ვილაპარაკოთ. ყველაზე მაგარი რაც არის, თოფი ღირდა 800 ლარი. მე პატრონი ძახის გასინჯული მაქო და კარგად ისრსო. ნუ მაგას ახლა ვნახავთ. 35 მეტრზე ვისვით, მოგოთ ჯერ თოფზე ვილაპარაკოთ. ნუ კონდახი ნახეთ როგორიც არის. ორივე მხრიდან არის ლაზერით გაკეთებული, მართალი, მაგრამ დიდული შთაბეჭდილებასა ტოვებს. აი ეს ჭრა ზემოდა რაც აქვს. ესეც ლაზერით არის გაკეთებული და ტიპჟირია რაღაცა ესეთი აზიურ სტილში რაღაცა გაკეთებული, აი ეს. რაც მე მახარებს. ეს ორ ფუნქციას ასრულებს, ხელს ოკიდებთ. ნაკეჭნების ფუნქციასაც ასრულებს და ვიზუალურად ლამაზიც არის. ეხლა გავიხედოთ ესე, წინ ლულა, კორა, თითბერისა აქვს. რა ცუდი არ არის, იმიტომ რომ არ გაგიტყდება, სადმე რომ მიარტყათ და დიდი ხანი იქნება. დაფარვა აქვს, პრიალა არ არის, ხელში სასიამოვნოთ მოდის. აი ესეც დაფარვა აქვს და აი ამას შეხედეთ, აი აქ. თამასის დასაყენებელი მოწყობილობა აქვს, ანუ ჩაჭრილი აქვს რა, ლიანდაგების დაყენება რაღაცა შეგიძლიათ. ეხლა არ ვიცი აქ რატო უნდა დააყენოთ ისა რა ქვია. რავი, რა უნდა დააყენოთ. ფარანი შეიძლება ღამეს ანადიროდ დააყენოთ. და ისის ფარანიც უნდა იყოს ძალიან ის რა ქვია, ძვირიანი, რომ დარტყმიძოს ფარანსაც ურევს ხოლმე. მოდი ახლა გადავტენოთ. ზამბარა უყენია მაგარი ძლიერი. ანუ ძალა უნდა. ნახოთ ითი მოყვა შეიძლება წაგაგრძით. მოდი გავისწავლოთ, ნახოთ როგორია. ძალიან საკუროლე, მაგრამ გძნობი არის ისა აქ რა ქვია. სასყლეთი აქ გძნობი არის. ოდნავ მოდის და ეგრევე ისვრის. ანუ თუ არა ხართ ამის მუღამში და არის როგორ რაღაცა შეიძლება გაგივარდეთ. ანუ რო გონია რომ წამოვიდა და კიდე აი უნდა გაჩერდეს და უნდა გამოწე, ეგრე არ არის. აი წამოვიდა და მერე გაისროლა. ანუ არანაირი გაჩერება არა აქვს რა. პირდაპირ ისვრის. ნუ ეხლა ეგ არ ვიცი, კაია თუ ცუდია, მაგრამ ყველა ვარიანტში მიჩვევის ამბავია. მიეჩვევით ესე ისვით. ეხლა მე პირველად შევხვდი ესეთი რაღაცა. კაი, მოდი ეხლა ამაზე ვილაპარაკოთ. სასყლეთი. აი ეს პლასმასი აქვს, დამცავი. ზედ უყენია. აი ეს რაც იცავს რა, რომ თითი არ გამოგედოთ, აი ეს პლასმასია. ცოლის პლასმასი აქვს, აი აქა. აი აქ აქვს პატარა ბერკეტი. ქვემოდან. ნუ ეგ ის არის, თუ ტყვია შეიტანეთ ლულის არხში და არ გინდათ ამოიღო და მეორე ტყვია არ წაიღოს ლულის არხში, ამას გადმოწევთ. გამოწევთ და ტყვიას ამოიღებთ. და შეგიძლიათ მერე სხვა ჩადოთ. ანუ ამას თიშავს რა ქვემოდან, ჭიცი მიდის 4 ტყვია. ნუ მეხუთე შეგიძლიათ ლულის არხში ჩადოთ კლასიკური რაღაცა. ამაზე ხელი გაუსვათ. არანაირი ჭრა არა აქ ხელზე. ანუ რაღაცაზე გამომედო ხელი გავიჭერი, შეგიძლიათ გაბედულად ხელი გაუსვათ. ეს თოფი არის გაზის უკუცემაზე.
აი ეს არის კარგად დაჭილი ხელი რომ მოკიდოთ. იაფიანი თოფიკია, მაგრამ ვინც ეს გააკეთა, უშალიჩია რომ მაქსიმალურად რაღაცები ისეთი გაეკეთებინან სასიამოვნო ყოფილიყო თვითონ მე პატრონისთვის. კიდევ ერთხელ ვთქვი, ამისი ყველაზე დიდი ხიბლი არის ფასი. 800 ლარი ეხლა არ არის რა ისეთი თანხა რომ არ იქა და რაღაცა. მით უმეტეს თუ პროფესიონალი მონადირი არ ახლა და სადმე გადიხართ ხოლმე შეიძლება წელიწადში ორჯერ აი ესეთი თოფი სულად დაგაკმაყოფილებთ რა. ჯერ არ მისროლია, მაგრამ ვნახოთ. რას იზამს? უკან ტრადიციულად კაი კაუჩუკი უყენია. თოფის მომარჯვების დროს თვითონ თამასა არის სწორი, მიღუნული არ არის. როგორც გინდა გახედოთ, თვალზე ჯდება კარგად. თოვლზეც და ესეთ გარემოზე სადაც ბალახი ყრია და ბოდიშით რაღაცა მჭირს და გვახველებ ხოლმე ხანდახან ყურადღებას რომ მიაქცევთ. ლულაზე უყენია სამჭრილიანი ჩოკი. ამიტომ 35 მეტრზე ვისურვოთ. ხუთიანი ვაზნა აი ესეთი. 5 ნომერი არის. თოფი არის 12 კალიბრიანი. ხანდახან ისე ვარ მიჩეული მაგის თქმა მავიწყდება ხოლმე. 34 გრამიანი არის აი ესეთი რაღაცა კონტეინერი თვითონ. მე ამას გამოუცვლი. იმას გამოუცვლი, რა ქვია, ჩოქს და მე ვისოლოთ ფინდიხი და ჟაკანი. მე პატრონე იძახის რომ ჟაკანიო, მოდი ამ ხელა რაღაცაში ვისოლთო მიზანში გაარტყოს. რაც მე რაღაცა საჭოჭვანოდ მიმაჩნია, მაგრამ მოდი ჯერ ვისოლოთ დიდ სამიზნეზე ჟაკანი. და მე ვნახოთ რას იზას ეხლა საფანს ვისვრი. მიყვარს რა მისული. სოლის დროს თოფში მაინც ჩაიხედე დარწმუნდით რომ შიგ არაფერი არ არის და მოყვა ესეთი რამე და სულ ორი ჩოკი, ერთი არის ერთჭლილიანი და მეორე არის ცილინდრი. ანუ ერთიანი, სამიანი და ხუთიანი მოყვა თავისი იმითი რა ქვია. საკეტით. რა ყოჩაღი ვარ, ხედავ ეს ამოვიღე და საკეტი არ ამოვიღე. ეს რა მე ამას მოვატრიალებ. თუ ესეთი თოფი გაქვთ ვინმეს, ან გამოცდილება გაქვთ ან ნადირობთ. ეს თოფი არის ახალი ნაკიდი მე პატრონის მიერ, ასე რომ რაღაცა გონი ნანადირებიც არა აქვს. უბრალოდ გავიტანე ვისოლეო მიზანშიო. ჯამთელობის პრობლემა შეექმნა ადამიანს და ნუ ხო გესვით არა რომ ნადირობის სეზონი რომ მოდის და შეუძლოთა ხართ რა რთულია რა. ასე რომ ადამიანს აი ეგეთი სიტუაცია. ხო და თუ გაქვთ ესეთი თოფი გამოყენებული, არ ხმარებაში გაქვთ უკვე რა, ისვრით. თქვენი აზრი დაწერეთ. მე მგონია რომ აი ახლა დავაყენე 5 ჭრილიანი, ამოვიღე ფორცალ ტყვიას. აი ესე. ფინდიხი, ზუბერის ტყვები არ ვარგა. მაგრამ იაფიღეს. 34 გრამიანი ფინდიხია ზუბერი და მეტი არც არაფერი არ იკითხება. და ჟაკანი სლუგი ქვია. მოკლედ მეტი ვერაფერი ვერ წავიკითხე ამაზე. მაგრამ ეგ არ არის მაინცა და მაინც. საგანგაშო რაღაცა. მოდი ეს ჩავდოთ თოფში. ეს. მოდი ვისორო და ვნახოთ რას იცავს. დაბლა მოხდა მაგის დედავადირი. შეგრძნებაა ძალიან მაგარი. კაი შეგრძნება სოლის დროს. ორჩები სოლა ჩაიხედე თოფში ირახდება. აქედან მჭიდი ჩაჩანს.
შეიძლება აქ არაფერი არ იყოს, ამას დააწვეთ და ტყვია წაიღოს და ვერ დაინახოთ. ასე რომ უსაფრთხოება დაიცავით. ეხლა წავიდეთ და ვნახოთ რა დაატრიალა ამან იქ. წავიდეთ ვნახოთ რა მოხდა. ეხლა მე პატრონი მითხრა თუ კარგად არის მოხოდრლიო. თავი ცოტა უფრონდად დაწიეთო. მე ერთი რამე მეშლება ხოლმე სრული დროს. ანუ სანადირო თოფებზე თუ მივიდა საკმე თუ პირდაპირ მანამდე უშუალოდ არ გამომთხილეს. უმიზნებ ისე როგორც ხრახლუნიას, ანუ როგორც ჩემ სისხლში და ჯიში ზის რა რო უნდა დაუმიზნო თოფი. თავი დაბლა დახარე, არის ღია და დახურული სამიზნეები. ასე რომ ჟაკანი საერთოდ ამიცდენია მგონი რა. არა და მე პატრონი იძახდა რომ ძალიან სერიოზულათო აჰა მოვედით აჰა აი როგორ არის მოხოდრილი შეხედეთ დაბლა წაიღო ნელაქენი დაბლა წაიღო მაგრამ ჭიდროთ მოარტყა რა მოდი ახლა ვილაპარაკოთ კარტეჩში მოარტყა 1 2 3 4 5 ნუ აკაკრა 6 ნუ შედეგი ქონდა ეგეთი აქ არ მოხდრია აი ესეთი შედეგი ქონდა ამას მოკლედ შეიძლება სხვანაირად უნდა მესროლა რო თქვა რომ მოხიბლული ვარ მეთქი არა იმიტომ რომ ჟაკანი საერთოდ ავასწინე ანუ ეხლა გეტყვით რა დამიზნების დროს თავი თუ ზემოთ გიჭირავთ უყურეთ დამიზნების თუ თავი თუ ზემოთ გიჭირავთ იმას კი ხედავთ ამის გასწრებით მაგრამ რულ არის დაბლა ჩაწეული თავს თუ დაბლა ჩაწევთ გინდა არ გინდა ორი ხელი აი ესე მაქვს დადებული თავს თუ დაბლა ჩაწევთ რულის წვერი იწევა ანუ ხო ხდებით როგორი სიტუაცია ჩემნარი შეცდომა რო არ დაუშვათ რა გრძელი ჭხირი აქ უყენია სამიზნე ანუ მუშაობს როგორც ხრახლუნიანზე რაც უფრო დაბლა ჩაახრახლავთ რულად ზემოთ იწევს რაც უფრო ზემოთ ამოახრახლავთ როცა ორი ცალი სამიზნე ანუ იმის კუც რო ეძახიან მერცხლის კუც თოფი უფრო დაბლა ჩავა მაგ ფუნქციას ასრულებს აი ეს თამასა ამაში რო გაიხედებით თამასაში თუ ცოტა ზემოდან უყურებთ ლულა წავა დაბლა თუ ღრმა ჩაწიეთ თავი ხო გინდა არ გინდა ლულას ზემოთ ამოწევთ რომ სამიზნე დაინახოთ აი ეგ არის მთელი ამისი ფილოსოფია ანუ რახან ამას უკანა დასამიზნებელი არ აქვს აი ეს თამასა ასრულებს მაგ ფუნქციას ეხლა მე სულ მithქვია კიდევაც და კიდევ ვიტყვი რომ მე მონადირე და რაღაცა არა ვარ და სანადირო თოფის ექსპერტი უბრალოდ გაჩვენეთ თოფებს როგორ ის და რანაირად რო გავეფრთხილებინე მე პატრონს მე ცოტა დაბლა ჩაუწევი დაბლა და ლულას ავწევდი ზემოთ ნუ გადაღებასო მორჩები მე დავდგები და ვისვრი და ვნახავ როგორ არის და რანაირად შეიძლება გადავიღო კიდევაც თუ არ დამეზარა ყველა ვარიანტი იცოდეთ რომ ეს მოხდილი როგორც იყო სუფთა ჩემბრალია ჩემბრალი იმიტომ რომ შემელო მეორე დუბლიც გადამიღო რა ხო შემეძლო არა ბოლო მივალ და დავხრტავდი ისეთ სოლოს გავაკეთებ შეიძლება ადამიანი გავაგიჟო რა მე ხო თაღლითი არა ვარ მე ვარ ჩაოლებრივი თქვენ არის ადამიანი თქვენი ძმა თქვენ ჩემი ძმა რავი მე ეგრე მიმაჩნია რა ამიტომ რაც მომივიდა და როგორც მოხდა მაგას გეუბნებთ თოფი არის ძალიან მომხიბლავი ამ ფასის გამო და სოლაც კიდე რა ვიცი ცოტა თავს დაბლა ჩაუწევ და მე ვნახოთ რა მოხდება და როგორ მოხდება აჰა ანუ გადაიღო რა ყველანაირად აჰა ბარემ ესეც გადაიღე
ლაზერით არის ამოჭილი რა, ცუდი არ არის რა. ცოტა გადატვირთულია მე მგონია ორნამენტებით, მაგრამ თობს უხდება საერთოდ ორნამენტები. ამითი გამოგევშთოთ მეგობრებო. ეს იყო Charles SA07. სად იყიდება არ ვიცი, ხო, კიდევ ვიტყვი რომ ჩვენთან არანაირი არ არის მაღაზია რა თანამშრომლობს და თუ ვინმე სიარაგე აქვს შეუმეხმიანეთ, ოღონდ სოლიციტი მითხარი თავით ამბლად შევაქციოთ თუ ზემოთ, იმიტომ მე ჯარის კაცია და უმიზნებდი როგორ ჯარში შეუულებრივად როგორ თავარ მიჩოლდი, იმიტომ რომ მოხდა ეს ამბავი. თავის უმართლებას აღარ დავწე, კარგად ზანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე. Oblidata, faccia il Christmas, meraviglia da cielo.